იმერეთსა და ქუთაისში გრიპის ვირუსთან დაკავშირებულმა მიმართვიანობამ იკლო. აღნიშნული შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ბიუროს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ინციდენტობა, რაც ნიშნავს 100,000 მოსახლეზე, შემთხვევების რაოდენობას 256-ია. გასულ კვირას 277 იყო. გოჩა გიორგიძე ასევე აღნიშნავს, რომ ეპიდემიაზე საუბარი არ არის. რაიმე განგაშის პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა მიმდინარეობა დღესდღეობით გრიპის ავადობის გვაქვს ისეთივე, როგორც იყო შარშანწინდელ სეზონზე, შარშან შედარებით უფრო მშვიდი სეზონი იყო, წელს ცოტა უფრო მეტად აქტიური სეზონი გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა პანიკის საფუძველი რა თქმა უნდა არ არსებობს. გოჩა გიორგიძე ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს გაცემის საკითხზე საუბრობს. ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა რისკ ჯგუფებზე, ესენია ფეხმძიმე ქალები, სოციალურად დაუცველები, მოხუცები, ბავშვები და ქრონიკულად დაავადებულები. ასევე გულსისძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები. ჟანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოამარა ყველა რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა შესაბამისი ანტივირუსული პრეპარატით, ტამიფლუთი და ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მიეკუთვნება რისკ ჯგუფს, ან არის ქრონიკულად მოავადე, ან არის მოხუცი, ან არის თქვა სოციალურად დაუცველი, არის გულსისძარღვთა დაავადებით, დიაბეტით, ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული, ოჯახის ექიმთან უნდა მიმბრძანდეს პირველივე ნიშნებისთანავე, როგორც კი გრიპის ნიშნები გამოვლინდება. ეფექტური არის მკურნალობის, ანტივირუსული მკურნალობის დაწყება პირველ 48 საათში, ამიტომ აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში საზოგადოებას მოუწოდებენ გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში თავი შეიკავონ თვითმკურნალობისგან და მიმართონ ოჯახის ექიმს. ყველას ნომერ პირველი თხოვნა და რჩევა და რეკომენდაცია. გააქვთ სიმპტომები, არის სახეზე დაავადების ნიშნები, მიბრძანდით შესაბამის ოჯახის ექიმთან და მიიღეთ შესაბამისი კვალიფიცირებული დახმარება, მით უმეტეს გეუბნებით, რომ წამლის ყიდვაც თუ კი სოციალურად დაუცველი, ან მოხუცია, ან ქრონიკია, ან დიაბეტით დაავადებულია, ან ბავშვია, მისთვის დღეს სახელმწიფომ გაუკეთა უზრუნველყოფა უფასოდ ტამიფლუს მიწოდებას. რაც შეეხება ტამიფლუს, როგორც ატიპის ვირუსი, ასევე ბ-ტიპის ვირუსიც ეფექტურია, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ექიმის გარეშე არ შეიძლება პაციენტმა რა იცის, როგორი დოზირებით უნდა დალიოს. თუ მეზობლის რჩევით უნდა დალიოს, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია, აბსოლუტურად მიუღებელია. ნეგატივი ასევე დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით და როგორ უნდა მოიქცენ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის ნიშნები გამოუვლინდებათ. გრიპი კი გადავიტანეთ, ახლა მთელმა სამსახურმა რთული ამბავი იყო. ესე არა, აცრები იყო, ეგ ვიცი. უფასო აცრები იყო, დედამის ხარო შეგვიძლია აიცრაო, მაგრამ არ გამიკეთებია. ჩვენ ცხელი ჩაი მედიკამენტები რა ვიცი გამოვედით ესე. ამლები ასე იყიდება უფასოდ. რამე და არ მჯერ არაფრის, იმიტომ რომ აფთიაქში რო შევედი არ არის წამალი. ჯერ ძვირია, ვინ მიეკარება და მე არ არისო. ეს არ მჯერა. თუ გაცივდი, უნდა მიმართო ექიმს, რა თქმა უნდა. ორსულად ვარ და ყველანაირად დაშინებული ვარ და ინფორმირებული ისა ვარ, რომ ანუ თუ ოდნავ მაინც რამე სიმპტომი გაქვს, სახში უნდა დარჩე. უნდა დაიცვა და თუ კი დაგემართება, აუცილებლად უნდა ექიმს იმ წუთასვე. შეიძლება ნიორი მიიღოთ, ხახვით, დღის მეორე ნახევარში მაინც ახალგაზრდები ხართ, მაგრამ ცოტა ეხმარება ვირუსების განდევნაში. რა ვიცი. არა, ამას რაც ტელევიზია აცხადებს, ხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს, 2-3 დღე თუ მაღალი ცხელება გექნათ, ცუდად გამტრევ ცხეულში ეს, აცხადებენ რომ უნდა მიმართოთ უკვე ექიმს, აქ არ შეიძლება გაჩერება, იმიტომ რომ უკვე რთული სიტუაცია. არც შივდები და არც აბათ ხდები, ძალიან კარგათავარ. საქართველოში ამ დროისთვის ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 162 შემთხვევა, 10 ადამიანი კი გარდაცვლილია. მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.